შემდეგი პრობლემა ვადოს აზრით არის სასამართლო, რომელიც არც ნაცების დროს იყო გამართული და არც ეხლა არ არის სწორად გამართული. ვადო ეთანხმება ანის, რომ ოპოზიციამ უნდა აუხსნას ხალხს თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპა და როგორ აპირებენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. კიდევ ვადო ლაპარაკობს დეცენტრალიზაციაზე, რომ ყველაფერი მხოლოდ თბილისში არ უნდა ხდებოდეს და მოკლედ ბევრ რამეზე ილაპარაკა ვადომ. მაგრამ საქართველოს პრობლემები კარგად ვიცით, მთავარი კითხვაა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ნიას აზრით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება არ იარსებებს ევროპული ინტეგრაციის გარეშე და კიდევ ანი მილაპარაკა, რომ უნდა განვითარდეს განათლების სისტემა და ნუ კიდევ ბევრი რამ, რასაც ყოველდღე ვისმენთ და ბევრჯერ იყო ნათქვამი ამ დებატების დროს. მაგრამ როგორც ვადოს, ასევე ანის არ აქვს ახსნილი თუ როგორ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემები. მერე იწყება ღია დისკუსიები და ეტყობა წამყვანის შეწუხდა, რომ ორივე მხარე მხოლოდ პრობლემებზე ლაპარაკობს და როგორ გადავლახოთ ეს პრობლემები, ამაზე უკვე არ ლაპარაკობენ. და ამ 8 წუთში მე გთავაზობთ, რომ უკვე ასევე დაუთმოთ მსჯელობა გამოსავლის ასე ვთქვათ, ძიების გზებს. ერთი მხრივ მინდა რომ მოვისმინოთ თქვენი აზრით, აი თქვენ ორივე თქვენი ხედვები გამოკვეთეთ, რა მიგაჩნიათ ეროვნულ გამოწვევებად. მე დავსვავ ასე შეკითხვას, რა აფერხებს აი ამ გამოწვევების დაძლევისკენ სწრაფვას და მეორე მხრივ არსებობს თუ არა მართლაც ვთქვათ, ასე ვთქვათ, კომპეტენტური პოტენციალი პოლიტიკურ ოპოზიციაში. ვადო ამბობს, რომ პირადად მისი პარტია ბევრ კომპეტენტურ ადამიანს ეკითხება სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ. ძალიან მაინტერესებს, რომელმა კომპეტენტურმა ადამიანმა ურჩია ვადოს აქციზების მოხსნა, რომ კარგი იდეაა. ვადამ მოიყვანა ჭიათურას მაგალითი. აი ჭიათურის მაგალითი. ეს კომპანია, ვისთანაც პრეტენზია აქვს მაგალითად, იმ კომპანიიდან სახელმწიფოს ხელში გადაცემა დღეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა უბრალოდ ამ კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადის 70-80% ჭიათურას მოხმარდეს, გაიზარდოს მისი ბიუჯეტი, გაიზარდოს ჭიათურის ტურისტული პოტენციალი. არა მარტო ამაზე, ტყიბული არის იქ. ძალიან ბევრი ქალაქი, თბილისის, ბათუმის და რამდენიმე ქალაქის გარდა არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ლამაზი საქართველო. ჩნდება კითხვა, რა გახდა ჭიათურის ბიუჯეტის გაზრდა. პრობლემა ის არის, რომ ეს კომპანია ჯორჯიან მაგნიუმი მუშაობს ქართულ ბანკთან ერთად. ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილთან ერთად. და სავარაუდოდ ის თანხა, რაც ჭიათურას უნდა მოხმარდეს, ხმარდება ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ხო, მეც და ანიც ვეთანხმებით, რომ საქართველოს რეგიონალური დეცენტრალიზაციის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება.